მე ზოგადად ძალიან მიყვარდა სულ წვიმაში სეირნობა. ნახე ძალიან თავსხმაში არა, მაგრამ ეხლაც მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით რაღაცნაირად სევდიანია პარიზში, რო წვიმს და მარტო რო სეირნობ. ვარა. მარტო ცხოვრებას ის მოყვება, რომ როცა გაწვიმდება და როცა სეირნობა მოგინდება, უნდა გქონდეს გააზრებული ეგ ფაქტი, რომ მარტო უნდა იყო და ამ დროსაც მარტო უნდა გაისეირნო გარეთ. ეხლა შეიძლება ძალიან გაგიცინოთ, მაგრამ მე ყველაზე მეტად შრომის უნარიანი, პროდუქტიული და კონცენტრირებული ვარ მაშინ, როცა კოფი შოპში, აი, იმ ხმაურში და აუზაურში მიმოხვ ჩემი კომპიუტერი და ვმუშაობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მართლა ეგრე მჭირს, ყველაზე კარგად საქმეს მაგ დროს ვაკეთებ. და კიდევ ერთი, რაც თავს ასევე ძალიან პროდუქტიულად მაგრძნობინებს, ეს არის კვირა დღეს დილთადრე ადგომა და სირბილი. სხვადასხვა ადგილებში არ აქვს მნიშვნელობა სად დავყივარ. ძირითადად ისეთ ადგილს ვარჩევ, რაც ლამაზია, მაგრამ აი უბრალოდ რო ვირბინო რამდენიმე კილომეტრი ეს ძალიან მეხმარება. ლამაზია. პარიზი არის ყველაზე ლამაზი გაზაფხულზე. არც ერთი სეზონი ისე არ ხდება, როგორც გაზაფხული. შეხედეთ. ცოტა ხანი კიდე გავირბენ ალბათ აქვე, ანუ აქ ბაღში. და მე ავალ სახში. პარიზში უკვე გამოვიდა ამინდები და მე მგონი უკვე ოფიციალურად გაზაფხული დაიწყო და ვარ უბედნიერესი ყოველდღე, იმიტომ რომ მზეს რო ვხედავ, არ ვიცი, აი რაღაცაერად სხვა ადამიანი ვხვდები. ჩემ ხასიათზე ძალიან მოქმედებს. წვიმაში კიდე შეიძლება რაღაცა მოვიწყინო და სევდიანი გავხდე. იმიტომ რომ მაინც წვიმს რა უკვე ამინდი ისეთია, რომ ხასიათი არ გაქვს. ეხლა ვარ მაგალითად თან მგონია ყველაზე ბედნიერი ადამიანი. რა არის მზე და მაქვს იმის შანსი, რომ დილით ავდგე და გამოვიდე ჭიულერების ბაღში სარბენად. ეს პატარა ჩართვა იყო იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ყოველდღიურობა, განსაკუთრებით დავაფასოთ მზიანი დღეები, იმიტომ რომ უკვე სამყარო გვაძლევს ნიშანს, რომ ძალიან მაგარი დღე არის და ჩვენ კიდე ხელი უნდა შევუწყოთ და კიდე უფრო მაგარი უნდა გავხადოთ. არ ვჯერა რა ტალღაზე ვარ დღეს, ხვდებით ხარ რა დღეში ვარ. სამწუხაროდ სულ ეგეთი მაგარი მზიანი ამინდი არ გვაქვს პარიზში და ძალიან ხშირად წვიმს. მაგრამ ამ წვიმასაც ამ ბოლო დროს იმის ნიშნად და გამოწვევად ვიღებ, რომ სადღაც უნდა წავიდე და რამე კრეატიული დავათვალიერო. მაგალითად წინა კვირას ორჯერ ვიყავი პარიზის სავაჭრო ბირჟაზე, იმიტომ რომ ულამაზესი შენობა გარედანაც, შიგნიდანაც და არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაკეთებული და არის საოცარი ინსტალაციები. რადგანაც ვარ სტუდენტი, რა თქმა უნდა, მეკუთვნის უფას. საფრანგეთში ყველაფერი, რაც სტუდენტებისთვის არის უფასო. გავიკეთე ჩემი 10 წუთიანი მაკიაჟი, რომელიც ყველანაირ ამინდს, ყველანაირ განწყობას ძალიან უხდება. აი, სანამ ჩავიდა მზე, ახლა წავედი. ვიბოდიალოთ ისევ მარტოებმა, მერე ყავდავლიოთ გემრიელი ისევ მარტოებმა, მერე ვივარჯიშოთ ისევ მარტოებმა. ვიტირება, ხაი, გადატენილია მთელი პარიზი. დასაჯდომი ადგილიც კი არ არის სანაპიროზე. აი, აბა ცოტა წინ გავალ და მერე გადავიხედები იქნებ ნოტრდამისკენ უფრო ნაკლები ხალხი იყოს. მე საბოლოოდ ის იმედი, რომ სენაზე საქმე ადგილს უწყობს. ავა გვაქვს. ეხლა მთავარი არის ვიყოთ ადგილი. რო დავჭდე და გემრიელად დავლიო ჩემი ყავა.
Cheers to sunny Parisian days. და ალბათ გამოიცნობდით უთქმელადაც, რომ ჩემი მომდევნო ყველაზე საყვარელი აქტივობა ეს არის გარეთ გასვლა, ჩემი iPad-ის ან sketchbook-ის წაღება და რაღაც random ჩანახატების გაკეთება. ამას ნახავ, მინდა რომ სულ მახსოვდეს. მაგიტოა რომ ძალიან მიყვარს ვიდეოების გადაღება, ფოტოების გადაღება, ან ყველაზე კარგ ვარიანტში ჩანახატების გაკეთება. უცბად ფურცელზე თუნდაც ან იმ მომენტში სადაც ვარ, რაღაც მონახაზის გაკეთება და მე სახში ამ მონახაზის დასრულება. ეხლა ვარ ლემარეში და როგორც იცით, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი უბანი. ყველაზე ლამაზი ხალხი და ყველაზე ლამაზი მაღაზიები მე მგონი აქ. მახსოვს თავიდან რომ გადმოვედი პარიზში და სესილი ვცხოვრობთ 16-ობაში და ისე მიყვარდა ის უბანი, რომ საერთოდ არ მინდა და აქეთ გადმოსვლა და ანუ ამ ნაწილიდან არ მინდა გადასვლა. 16 ძალიან ჩუმი იყო, აი ძალიან მარტო ჩვენ და ბუჟი ფრანგები ცხოვრობდით. კერძო სახლები ჰქონდათ და ნუ მოკლედ მაგარი დასახლება ეგეც, მაგრამ არა ახალგაზრდული. ხოდა ეხა უკვე ხვდები რომ სანამ აქ ვარ მინდა რომ შეიძლება ენერგიულ გარემოში ვიყო. ეხლა ჩემი სამსახური მაგიტომ როწოს რომ ერთდროულად მიწევს უამრავი ტასკის გაკეთება და უამრავ პროექტზე ერთდროულად ფიქრი. პარიზი ჩემთვის არის რაღაცა სუპერ ენერგო ვამპირი. ძალიან სწრაფი ცხოვრების რიტმი აქვს. ქუჩაშიც რო გახვიდე და უბრალოდ რო დააკვირდე 1-2 წუთი ფრანგებს, მანდაც შეატყობ, რომ იმდენად სწრაფად მოძრაობენ და სწრაფად დადიან, რომ მათ ხასიათში არის უკვე რა გამჯდარი ეს ყველაფერი. სტერეოტიპს მე მაგალითად ვერ ვიგებ ფრანგებზე და საფრანგეთზე რო ამბობენ, რომ აი ძალიან რაღაცნაირები არიან, უხეშები და ეგრე ეძახიან თვითონ ფრანგებიც ერთმანეთს. ანუ რაღაც განსაკუთრებულად გაღიზიანებული ტიპები, არ ვიცი ზუსტად როგორ გადმოითარგმნება. მე მაგალითად პარიზს და ფრანგებს ეგეთად საერთოდ ვერ ვხედავ. ჩემთვის ეს ადგილი არის ყველაზე ნათელი, ყველაზე მხიარული, ყველაზე ბედნიერი და სიყვარულით სავსე ქალაქი. ქუჩაში რო გახვიდე, ყველანაირი სიყვარული შეგხვდება, აბსოლუტურად ყველა ფორმით, ყველანაირი სიყვარული შეგხვდება და ძალიან იგრძნობა რა ეს ყველაფერი. და კიდევ ერთი პარიზის super power ჩემთვის ეს არის, რომ ყველანაირი ადგილი გაძლევს უაზროდ დიდ ინსპირაციას. არ ვიცი, აი ნებისმიერი ბაღი, ნებისმიერი ქუჩა, სადაც არ უნდა გავიარო, რაღაც ისეთი ენერგიით მავსებს, ისეთ შთაგონებას მაძლევს, რომ ხანდახან შეიძლება ძალიან მაგარი იდეები დამილაგდეს უცბად თავში. და მეც გამიკვირდეს, რომ ვაუ, რაღაცა ძალიან გამიხსნა მესამე თვალი. ხოდა მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩემი მარტო ცხოვრების ერა პარიზში. ის პატარა დეტალები, რაც ჩემს ყოველდღიურობაშია, თუნდაც სირბილი, გემრიელი ყავის დალევა, ზეზე სეირნობა, ვარჯიში. ეს ყველაფერი მეხმარება, რომ ჩემი დღეები უფრო ნათელი და მრავალფეროვანი იყოს.
და ამ ყველაფერში განსაკუთრებით მეხმარება კიდე ჩემი სამსახური, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, რომლის გამოც დილის 8 საათზე გაღვიძება მიხარია. და მგონია რომ სანამ ეს ბედნიერება ჩემთანა, მანამდე მონატრებასაც რაღაც ეშველება და სამართავი იქნება ყოველ შემთხვევაში. კომპიუტერით გადაღება ძალიან დაუმყამე. ჩემით გავაკეთე ხალხო, მიგავაკეთე. ეს არის ქათმის ხორცი და მოუხარშე ნუდლსი. და იმ ნუდლს რაღაცები გავუკეთე, მაგრამ რომ ძალიან უფერულია. ქათმი მაქვს შემწარი იდეალურად. ეს ნუდლსი მეეჭვება, რომ გემრიელი იყოს და უგემური სვიდი აქვს, მაგრამ ძალიან კაია. ვიცით რა ვსვამ ახლა ამას პატარა კუბიკებად დავჭრე, ავურევ და გემრიელად შევჭამ. რა კაი გოგო არ. ყოველდღე ხوار გავაკეთო საჭმელი. ესეთი გემრიელობები რომ ეს ქათამი აქეთკენ არ შეიწვა. ვითომ შემწვარია. ნაწილს არ დავჭრე. მე შიგნიდან საერთოდ უმია. აი ამიტომ არ მიყვარს საჭმელს გაკეთება. არ გავჭრვალეთ, ხედავთ ხო? სუმია. წავედი, გამოვიძახებ რომ საჭმელს და შევჭამ.